ველი სამი გამარჯვება გვჭირდება. უეჭველი. ეხლა უკვე ყველა გადამწყვეტია ბოლოში. ავთანთან ჭრიკიშვილი, რომელიც ჩვენი ყველაზე ნათელი და დიდი იმედია. დარწმუნებული ვარ, რომ სტიმულს მისცემს და დაძრავს იმ გამარჯვებების, იმ სამი გამარჯვების პირველ გამარჯვებას. ლოიკ პიეტრია მისი მეტოქე კიდევ ერთხელ შეგახსენებს. სერიოზული კონკურენტი ყავს მას, მაგრამ სოფლიო ჩემპიონია ისიც, ჭრიკიშვილიც. სოფლიო ჩემპიონი ბოლო ბალანს თუ დავაგვირდებით მათ შეხვედრებში, აშკარა ლიდერი ჭრიკიშვილია. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ავთოს ამ შემთხვევაში, რომ რამე შეცდომა არ გაეპაროს. თორემ გამოუსწორებელი იქნება მისი შეცდომა, მაგრამ მოდი ცუძი არ ვილაპარაკოთ და ავთანდილ ჭრიკიშვილის ასპარეზობისგან, როდესაც ის ასპარეზობდა, სულ დადებითზე საუბრობდით და დღესაც ვისაუბროთ მის აი ამ შეხვედრის მოგებაზე. აუცილებლად მოიგებს თავით. არ ვინერვიულოთ არც ჩვენ, არც მაყურებელმა. ჭრიკიშვილის აშკარა დეშინია პიეტრის. ჭრიკიშვილი თუ თვითონ გააკეთებს ამას, არაფერს გამკეთებელი არ არის. პიეტრი აი ეს რაღაც მოჩვენებითი ვითომ მონდომება პიეტრის მხრიდან. ძალიან დაიძაბა სიტუაცია. მაგრამ ძნელი. აქამდე ბიჭებს არ უნდა მიიყვანათ ეს სიტუაცია. ხო, ძნელია პაპინაშვილისთვის პაპინაშვილის, რა თქმა უნდა, პაპინაშვილს არანაირი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში არ შეიძლება დაიკისროს. არც ერთ შემთხვევაში, ვინაიდან იგი თავის წონით კატეგორიაში არ ასპარეზობდა და გამოვიდა და თავის მაქსიმუმი ეცადა ბიჭმა, რომ საქართველოსთვის ერთი გამარჯვება მოეტანა, ერთი ქულა შეეძინა, მაგრამ სამწუხაროდ მან ეს ვერ შეძლო. ძალიან ბევრჯერ არიან დავით ეს პიეტრი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ერთმანეთს შენახვედრენ და იციან ერთმანეთის ჭიდაობა. შეიძლება ქართველი არ იყოს, ქართველს იმდენჯერ შეხვედრა, რამდენჯერაც ეს ორი ბომბერაზიძე უდავსტი შეხვდა. ასაკობრივი ჩემპიონატებიდანაც მოყოლებული შეიძლება ითქვას, ხვდებიან ეს სპორტსმენები ერთმანეთს, ამაზე ჩვენ ბევრი ვაიმე! იუკო გაუშვა ავტომ. იუკო გაუშვა, მაგრამ დარჩა 2 წუთი და 36 წამი და ვფიქრობ, რომ ეს იუკო ძალიან ძვირი დაუჯდება პიეტრის. აუცილებლად ძალიან ძვირს დაუჯენს ავთანდილი ამ იუკოს, იქიდან გამომდინარე დრო გვაქვს. გახსოვთ თქვენ ნიფონტოვის შემთხვევაში შეაფასეს მსაჯებმა თუ არა იმ წუთიდან ნიფონტოვის განადგურება დაიწყო ჭრიკიშვილმა. არ ჩქარობს ავთო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტემპს უნდა მოუმატოს. ავთო. ხილობა. ორი წუთია დარჩენილი, დრო გადის უკვე. ეხა ფრანგებს აი ეს არის დავით, ის გამაღიზიანებელი ფაქტორი, ვითომ და ფრანგებს ამშვიდებენ, ფრანგიც არ მშვიდდება და ამასობაში მსაჯი მიუთითებს ვითომ სპორტსმენებს, რომ გაჩედით, არა და რეალურად ტემპს აგდებს. ესე ფუჭდება შეხვედრები ძალიან პატარ-პატარა ნიუანსებით, ვითომ არაფერი, რაღაცა გაგეკეთებინა, ის გექნა, ეს გექნა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრ ამას აკეთებს ტატამზე მსაჯი.
დასვენების საშუალება სპორტსმენს აძლევს თუ თავის რესურსის 30-35% აქვს დარჩენილი რომ ჩაატაროს ენერგიულად და ეს დარჩენილი წუთნახევარი დაასვენებ უჩდება უცბად 50% აღდგენილი ენერგიის და აქედან გამომდინარე უფრო გვიძნელდება მე ჩვენ სასურველ მიზანს მივახცევთ. აი ესეთი მნიშვნელობა აქვს ზოგადად დატამზე მსაჯს. და ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია ესეთი დაუდევარი საქციელები მსაჯების მხრიდან. აიგრე ავტო მაგრამ ჩვენ გაფრთხილება ხელს არ გვაწევს. ჩვენ გვჭირდება აუცილებლად გდება. გაფრთხილება საჯი არ მისცემს. დავით ქეუხიშვილის ხმა გვესმის მითითებებს აძლევს ჭრიკიშვილს. იგი ძალიან ემოციური ფედერაციის პრეზიდენტია, როცა თავის სპორტსმენები გამოდიან, დარწმუნებული ვარ დავით გუშინოვ ესაუბრე, დავით საერთოდ ხმა არ ქონდა, ფაქტიურად მეჩურჩულებოდა ტელეფონში. არა ავტო არ არის ეს ჩვენი ჭიდაობა, არ გვინდა ჩვენ გაფრთხილება, ჩვენ გვინდა აუცილებლად გდება. და დასჩენილია 30 წელი. აი ერთი გდების შემდეგ მაქსიმალურად ცდილობს დროის გაყვანას. ძალიან გამოცდილია დავით, იცის გაფრთხილებები ვაზარს ვერ ეწევა და კიდე გვაქვს შანსი რომ გავაფრთხილებინოთ და შანსი კი გვაქვს, მაგრამ თუ მისცემს 23 წამი ცოტა მეტი დრო რო იყოს უფრო იქნებოდა ამის შანსიც. აი როგორ ღელავს ავთანდილ ჭრიკიშვილი და ძალიან საპასუხისმგებლოა. ფაქტობრივად შემიძლია ვთქვა რომ მეწოდება ავთანდილი ამერ შეხვედრაში საასპარეზოდ, იმიტომ რომ უფრო მეტი უშავდებათ ამნაირ სპორტსმენებს ამნაირ შეხვედრის წაგებით, ვიდრე რამე ეძლევათ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ წავედით ფილმში და ისეთმა საფრანგეთის ნაკრებმა როგორც დღეს არის არ შეიძლებოდა რომ ჩვენთვის მოიგო. ძალიან სამწუხაროა. ზეიმობენ ფრანგები. არა უშავს თვითონ აპრობლემები გულშემატკივრება ძალიან ბევრჯერ ჩვენს გაგვიმწარებია ფრანგები და უფრო ძლიერი შემადგენლობა ვიდრე დღეს ყავდათ, მაგრამ დღეს მათ ბედი და იღბალი წყალობდათ. აი დავით წეხან ვიძახდი ამ დონის სპორტსმენი და მისი გინდა არ გინდა ჩაგდებული შეხვედრა ძალიან ძიმე გადასატანია ჭრიკიშვილისთვის დარწმუნებული ვარ. მაგრამ გასამართლებლად ავთანდილ ჭრიკიშვილს არაფერი გასამართლებელი